დილამშვიდობისა დღეს 8 მაისია, ხუთშაბათი თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ გეგი ნემსიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას მშვიდობიან ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, ყველას მშვიდობიან ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. და ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის გეგი ჩვენს ეთერში. შევთავაზოთ მაყურებელ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 8 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 8 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულსა და მახარებელ მარკოს. წმინდა მოციქულის მარკოს მახარებლის ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანის ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვერთება ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენჭებაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ცოდვა და მისი შედეგები ჩვენს ცხოვრებაში. აღდგომა და გიორგობა ქართულ კინოში. აი სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვერთება კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე გადაცემის მეორე ნაწილში უკვე. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდებიან ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი თამარ ლიჩელი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, ფესტივალის მონაწილე გიორგი შავერზაშვილი. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ახლა ამინდის პროგნოზს გავეცნოთ, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დავუბრუნდებით უკვე მამა ირაკლისთან ერთად. მოგესალმებით ყველას დილამშვიდობისა თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენჭებაშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამა ირაკლი, ქრისტე აღდგა. ერთმანეთად აღდგა, ერთმა დაგლოცო და გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
უფლის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულს. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მამა ირაკლი, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ცოდვაზე და ცოდვის შედეგებზე, თუმცა მანამდე დღეს არის დიდი წმინდანის გამორჩეული მოციქულის ლუკა მახარებლის ხსენება და რამდენიმე სიტყვით მარკოზ მახარებლის ბოდის ვიხდი, მარკოზ მახარებლის ხსენება არის და რამდენიმე სიტყვით ამ თემასაც რომ შევეხოთ, ვინ იყო მარკოზ მახარებელი და რითი არის მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გამორჩეული. დიახ, აუცილებლად მარკოზ მახარებელი ბრძანდებოდა თვითონ ხორცე ნათესავი შეიძლება ესე ითქვას პირობითად ბუნებრივ იესო ქრისტეს, იგი იყო იოსებ დამწინდველის, იესო მაცხოვრის, ესე იგი მამად გონებ ყოფილის უფროსი შვილის ძე. ანუ ერთგვარად უფალს ეკუთვნოდა ეს ოჯახის წევრად კლეოპას შვილი. მალევე დაემოწაფა მაცხოვარს, შეიცნო მასში ღვთაებრივი მესია და ამიტომაც ღირსი გახდა, რა თქმა უნდა, მოციქულთა 70 მოციქულთა რიცხვში მისი აყვანისა პატივში ღირსებაში აყვანისა, შემდეგ სული წლის მაის მოფენის შემდეგ მასაც წილად ხვდა ქადაგება და მის ქადაგება იყო არანაკლი რთული ვიდრე სხვა მოციქულების, მაგრამ მაინც ხას უსმევს ეკლესიის ისტორია, რომ მას მოუწია ამ დროს ეგვიპტეში ალექსანდრიაში ქადაგება და ეგვიპტე მოგეხსენოთ ოდითგანვე იყო ცნობილი როგორც ბევრი ჯადოქრობისა და მაგიობის ზეთი მოგვობის ბუდე და იქ ეს რთულ ვითარებაში წმინდა მარკოზი გაემართა იესო ქრისტეს საქადაგებლად. ფრიად დაშვრა იქაური მრევლის მოსაქცევად, მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტად. ასევე წმინდა მარკოზ მახარებელს მიეწევენ პირველად სახარების დაწერა ზოგადად, მას მიეწერენ იესო ქრისტეს საქმეების ედგრას-შეგროვებას გადმოცემების და წერილობითად გამოცემას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტრე მოციქული, პირადი მოწაფე იყო მისი მარკოზ მახარებელი. ასევე მის სახელს მიაწერს ეკლესიის უძველესი გარდამოცემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბდა, მაგრამ პირველ ლიტურგიკულ წესს იესო ქრისტეს ღვთაებრივი სახურებისა, ანუ წირვალუცვის გარკვეულ წესს, რომელიც შემდეგ დაიკარგა სამწყო ჩვენამდე არ მოვიდა და ასევე მისი ღვაწლის დასრულდა ისე როგორც ყველა მოციქულს და თითქმის ორი გამონაკლისის გარდა დასრულდა მოწამეობრივად. მას თავს დაესხნენ მსახურების დროს ალექსანდრიაში, გვემის ესე ქალაქში ათრიეს, მერე ცოცხლმკვდარი ჩააგდეს საყურებელი, სადაც იესო ქრისტე გამოიცხადა მას განამხნება, მოუწოდა სასუფეველისაგან და იგი უკვე მეორე დღეს მჟავრის დადებამდე გარდაიცვალა ესე წამებული და შეუერთა სეციურ დასს და შეგვიწევს მისი ლოცვა და ამით შეგვიწევს მისი ლოცვა. რაც შეეხება ჩვენს თემას, რაზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, მამა ირაკლი, ცოდვა და მისი შედეგები. პირველ რიგში ალბათ განმარტოთ ცოდვა რა არის და საიდან იღებს სათავეს. ჩვენ ვიცით რომ პირველი დაცემა, ცოდვით დაცემა მოხდა 60-ში, როდესაც ადამმა და ევამ შესწოდეს ჩვენმა პირველ მშობლებმა და ამის შემდგომ მემკვიდრეობით ეს ცოდვა გადაეცა თაობიდან თაობას და რა თქმა უნდა ამ ცოდვას დაემატა კიდევ სხვა უამრავი ცოდვა. რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ცოდვა, ეკლესია რას გვეუბნება, რას გვასწავლის ცოდვის შესახებ, მისი განმარტება როგორია? ეკლესია არა μόνο ცოდვის შესახებ გვასწავლის, არამედ მისგან თავის დაღწევის საშუალებასაც უამრავს გვასწავლის გზებს, თუ როგორ უნდა განათავისუფლდეთ. და თქვენ დასაწყისში მართებულად აღნიშნეთ, რომ პირველ რიგში ნახეთ, აი ნებისმიერ საკითხზე რაც ეხება სულს, არც ერთი საკითხი არ არის მართლმადიდებლობაში ისეთი რამ, რომ მარტო სიტყვაზე სანდობი, რომ არ გქონდეს მას გარკვეული სწავლება, არ უმაგრებდეს ზურგს გარკვეული ისტორია, ანუ სარწმუნოება ცოდნისაგან არის გვასწავლის შეძინა წერილი და აი ეს არის დიდი პრობლემა, რომ ადამიანი დღეს სამწუხაროდ შემიძლია დღესაც კი, რომ სწორედ არასწორი, ბუნდოვანი წარმოდგენა, არამართებული წარმოდგენა ცოდვაზე, მადლზე, სულის ხსნაზე ადამიანებს ზოგადად ქრისტიან მრევლსაც კი არ აძლევს საშუალებას, რომ გაიმარჯვოს ცოდვას. პირველი უნდა ვიცოდეთ, ხო, როგორც ბრძანის საიდან დაიწყო ცოდვა, რატომ მოხდა ცოდვა, რა არის ცოდვა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიცით, რომ ღერთმა ადამიანის შექმნა ხატად და მსგავსათვისად უცოდველი პირველ რიგში ეს უნდა ხაზი გავუსვათ. განვიმეტო რომ ცოდვა არ შეიძლება, ცოდვა მარტო ღმერთია თავად. ცოდვა ჩადენილი არ ქონდა, მიდრეკლებად ქონდა ცოდვისა და მადლის, მაგრამ მის არჩევანი დაუტოვა ღმერთმა. ხო დიდი თემა ახლა აღარ გავარცოთ, მაგრამ როდესაც ადამიანდება შეცდომა მოხდა, სწორედ ამის შემდეგ ქართული ენა, ხო მართლაც საოცარი ენა, თავისი სიღრმით, თავისი მართლაც ღვთისმსულიერი ამ ნიჭებით, რომ მარტო ჩვენ ენამ შეაძლო ეს, რომ აღწერა მთელი, აი ერთ სიტყვას ჩატეულია ფაქტი, რომ მთელი ღვთისმეტყველად უგანავრცობ ადამიანი, ანუ ადამი ყველაში ფიგურირებს და ადამის შემდეგ ადამმა რო შესწოდა, ყველა მისი შთამომავლობა, ყველა მისი შემდეგი მემკვიდრეობა დაიმკვიდრება იმ საჯის ჩვენ სათქმასაც ცოდვა ქვია და ცოდვის შედეგად სიკვდილი. ამიტომ ადამიანი არ არსებობს თუ დაიბადოს და მას ცოდვა არ ქონდეს, ან იცხოვროს და ცოდვა არ ქონდეს. ასეთი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია. და სწორედ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ დღევანდელ ადამიანებშიც კი დღეს როცა მადლობას ამდენი საშუალება არ წმენისა, ცოდნის გაღრმავებისა, შეცნობისა, შეიმჩნევა
საუბარში, რომ აი ცოდვა არ აქვს, ბევრი ამბობს. ეს არის საშინელება ყველაზე, ზოგიერთს საერთოდ არაფერი არ ჩაუდგა. დიახ, საერთოდაც კი და წინა მამები ჩვენ უნდა ვთქვა ახსარებაში, ცოდვა არ მაქვს. წინა მამები ჩვენ გაგვიმარტავენ, რომ ყველა დიდი ცოდვა ის არის, რომ იმის თქმა, რომ მას ცოდვა არ აქვს. აი ეს არის ყველა საშინელება. ამას თვით, რა თქმა უნდა, წინა ამბობენ წინა წერიზე დაყრდნობით. ივანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეებში ბრძანობს, რომ უკვე თუ კაცმა თქვა ცოდვა არა მაქვს, თავსათვის იტყუებს და ჭეშმარიტება არ არის მისთან. როგორ შევადმე თქვას, რომ მას ცოდვა არ ქცევა, მე არ არსებობს, ხო? და უფრო მეტი, უკვე თუ თქვას კაცმა ცოდვა არ აქვს, ტყუარად გამოაჩინეს მას, რომ მისთვის სისხლით დაღვარა. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად იესო ქრისტეს ღვაწლს ის ფაქტურად სიცრუედ გამოაჩინა, რადგან იესო ქრისტე ვიცით ჩვენ სწორედ იმიტომ განკასდა, იმიტომ მობრძანდა ხალხს გასასწაულში, ისე იმიტომაც ეწამა ჯვარსთეცვა მოგდა და დაღდგა, რომ ცოდვის ტყუებისაგან გამოეხსნა კაცობრიობა და თუ ხა შენ თუ ცოდვა არ აქვს ადამიანს, მაშინ რა გამოდის? ამაოყოფილა მისი ღვაწლი, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მკრეხეოდითი შეურაცხყოფა. პირველ რიგში ადამიანმა თვალნა გაუსწოროს, მე არ მეგულება ეს ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ თუ ასე ცოდვა არ ესმის თავისი საღვთისმეტყველო გაგები და სულიერი შედეგების დამღუპელობით შეიძლება არ ცოდნა აქ ამისი და არც პრაქტიკა, მაგრამ ყველამ გულის სიღრმეში იცის, რომ რაღაცა შეცდომა ვის არ მოგვსულია, ხო, ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომა ზეცოდვა, ხო? მაგრამ აი ეს არის სწორედ, რომ ბევრი მიზეზია ჩამოთვლილი, მაგრამ წინამის 3-4 ჯერდება, რაც ადამიანს არ აძლევს საიმის საშუალებას, რომელიც აღიაროს, თუნდაც თავის თავში აღიაროს, რომ ცოდვა აქვს, შეცდომა მოუვიდა. ეს არის უდიდესი, უკიდურესი თავმოყარეობა, რომელიც აპარტაუნების ზღვრამდეა ხშირ შემთხვევაში ასული, ასევე მცირედ მორწმუნეობა, რომ ცოდვები რასმიერ მაქვს ცოდვა, მაგრამ გულის სიღრმეში გასფიქროს, მაგრამ ყველა ცოდვილია რა აზრი აქვს, მაინც რა ვქნა და ცოდვას ვერ აუქცევ, არ ეშველება, წმენა არ აქვს, რომ ეშველება ცოდვებისგან გაყენების კუთხით და რა თქმა უნდა, გულგრილობა კიდე ყველაზე მთავარი, რომ ყველა ესე ცოდვას ასე ვიქნებ, ხან ცოდავს, ხან არ ცოდავს და ასე ფაქტურად გალევს თავის წუთის სოფელს. ასევე სირცხვილის ზომა, ზოგი ისე ცოდვა ჩადის, აი ეს მეოთხე სირცხვილია, რომელიც მართლა სასირცხვილოა, იმის გახმაურება, იმის მოთხრობა, იმისთვის გაზიარება, თუნდაც სასტუპერს არ გულისხმობ, მაგრამ თავარია ეს პირობები მას კრავს ამ ცოდვაში და ძალიან სავალო დაამთავრეს ყველა თუ არ გადაალახა ერთი მეორე თუ შეიძლება 4-ვე გქონდეს, აწუხებდეს, რადგან წინა წერილს ვეყნობთ ისევ ჩვენ საგზალი ცოდვისას სიკვდილი არის. აი ეს არის საშინელება, სიკვდილი ხა ცოდვისას მოვა და ნაკლებ ცოდვისას, მაგრამ აქ საუბარია იმ სიკვდილზე, რომელსაც სიკვდილის შემდეგ სიკვდილი, ჯოჯოხეთში უკვე მარადიული სიკვდილი ქვია. ამიტომაც იესო ქრისტემ სწორედ რომ იცის ჩვენი ცოდვები და ცოდვილთა სახსნელად მოვიდა ის, ხო, ბუნებრივია მისი პირველი მცნება რა იყო, ახალი არქვის პირველი მცნება შეინანეთ, ამიტომ მოახლოება სასწაულიცად. რა თქმა უნდა, შემდეგ უფალი არაერთ სწავლებას მისცემს თავის მომწაფეებს, თავის მსმენელებს, არაერთ ცნებას დაუდევს აღსასრულებს, ჩვენ ვიცით ახალ არქმიდან ეს ყველაფერი, მაგრამ პირველი ეს არის შეინანეთ, ანუ ცოდვისგან ხსნის გზასაც უფალი გვიჩვენებს, საგან სინანულის გარეშე ცოდვა არ განეკონა და ცოდვა კიდე ყველას გვაქვს რა თქმა უნდა ჩადენილი. გამაირაკი, აი დასნიშნავს მომაკვდინებელი ცოდვები. აი ეს რომ განვარტოთ, როგორ შეიძლება ეს გავიგოთ და გვესმის თუ არა სინამდვილეში მისი არსი. დიახ, რა კარგი შეკითხვა, თვითონ ყველა ცოდვა მომაკვდინებელია. ეს ჩვენ გვიყვავს ხოლმე დიფერენცირება თავის დაიმედების კუთხით, რომ პატარა ცოდვა, მცირე, დიდი ცოდვა, ყოველდღიური ცოდვა, უმნიშვნელო ცოდვა. მაგრამ ცოდვა თუ არ მოინანე, ყველა მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს. როგორც ადამიანს შეიძლება დაიხშოს ჯვარი წირა პატარა ერთი წყლის წვეთით, ასე შეიძლება ღრმა ოკეანეში დაიხშოს, ხო? ვამბობთ ხოლმე. დიახ, ვამბობ ხშირად ეს არადამაზიანებელი. დიახ, ეს ჩვენი თავისი დიფერენცირება ხდება. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. რადგან ცოდვა ყველა დამღუპელია და მის განთავისუფლებლად არის გზა სინანულისა. მაგრამ უმთავრესი, რასაც მომაკვდინებელი ცოდვების შეიძლება ჯგუფში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანის მიერ აი ეს უმძიმესი ცოდვა, რაზეც იესო მაცხვარი ბრძანებს, რომ ამას ზოგში და არასწორი გაგება აქვს, ვისარგებლოს შემთხვევით, რომ ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს. უფალი ბრძანებს თვითონ მაცხვარი იესო ქრისტე, ხოლო სულიწმინდის ამ გმობარს არ მიეტევოს არც მას ცხოვრებას, არც შემდეგსა მას ცხოვრებას ეშინა. და ესე ვერ იგებენ ზოგი სწორად, უმეტეს იმიტომ რომ გონიათ რომ სულიწმინდა რა თქმა უნდა ჭეშმარიტი ღმერთია, სამის იპოსტასია თითქოს ესე ამბობს მაცხვარი, ბუკვალურად თუ გავიგებთ რომ მამის გმობა მიეტევება, ძის გმობაც მიეტევება, არა უშავს, მაგრამ სულიწმინდის გმობა თითქოს უპირატესია, ასე არ არის. რა იგულისხმება სულიწმინდის გმობაში და ეს არის ძალიან დიდი სენი. ეკლესია სულიწმინდის მადით დაარსებული, სულიწმინდის მადით მოქმედებით ყოფი დღესაც სულიწმინდის მადით მომფენი ეკლესიური ცხოვრების საიდუმლოებაში, რომელიც ადამიანს სულიწმინდის მადლი მიეცემა, იქნება ეს აღსარება, ზეთისხება, ზიარება, ნათლობა, მანამდე თავისთავად მე
ზეთისხება, მირონსხება, ადამიანი როცა ამას უარყოფს, სწორედ ეს არის სულიწმიდის გმობა და ეს არის საკმაოდ გავრცელებული ცოდვა და დამღუპელი თუ არ მოინარეს, რომ ვერ ადამიანი დღესაც კი არ ცხოვრობს ეკლესიურად, ანუ გმობს სულსაწმინდასა. მისთვის მის საცხონებელად დაარსებულ ეკლესიას ღვთისაგან მის მაცხოვრებლად მოცემულ მადლს, ენერგიას, სულიწმიდისას, როცა ადამიანი ამაზე უარს ამბობს და ცოდება ვერ მიეტევდა თუ არ აღსარების მადლით, ეს არის სულიწმიდის გმობა. რაც რა თქმა უნდა და მომაკვდინებელი დამღუპელი აღმოჩნდა მის სულში თუ არ გამოასწორა და არ იჩქარა მის გამოსწორება, რადგან ვინც დაგვირდა ცოდვების შენდობას, ეს აკასებს ძალიან ყველა ცოდის მოტივებას, ის დიდხანს ცოცხლს არ დაგვირებია, ღმერთს ამბობს, და რომ არ ვიცი როდის დაგვიდგება ჩვენ ჟამი, ღმერთთან წარდგომის, ამიტომ აუცილებელია რომ ეს დიდი წყალობა ღვთისა ეკლესიას, სწორედ ამიტომ დაარსდა კიდევ ერთხელ ხას უსაურო, ჩვენ სულიწმიდის მადლით მივიღოთ ცოდებისგან განწმენდა, შემდეგ განათლება და გაბრწყინება იესო ქრისტეს მადლითა და წყალობით. დიახ, მამა ირაკლი, აი ბოლო დროს არის ესეთი ტენდენცია, ბუნებრივია რომ შემჩნეული გექნება, თითქოს კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარი იშლება და არიან ადამიანები, რომლებიც ცოდვას არ უწოდებენ. და ამბობენ რომ აი ღმერთი ეს ადამიანები შეიძლება მორწმუნეს უწოდებენ საკუთარ თავს, მაგრამ ამბობენ რომ ღმერთი არ არის დამსჯელი და ვთქვათ ღმერთი სიყვარულია და ნუ ეს ცოდვა არ არის ვთქვათ აი რაღაც შეიძლება ისეთ ძალიან მძიმე ცოდვაზეც კი თქვან და აი სწორი მიმართება ცოდვასთან აი ამაზე მინდოდა მეკითხა როგორი არის სწორი მიმართება ცოდვასთან და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვთქვათ კეთილს კეთილი ვუწოდოთ და ბოროტს ბოროტი თუ კი თავს თulit მორწმუნებად და ეკლესიის წევრებად დიახ, აუცილებლად, უბრალოდ ის რა არის, რომ ძალიან რთული პროცესია. ჩვენ უწოდეს პატრიარქი ეპისტოლეში არაერთხელ მოგვიწოდებს, შეგვახსენებს, განსაკუთრებით აი განმწლების პერიოდში, რომ მოიშველებდა ხოლმე პატრიარქი თვით ძველი რომაელების გამოთქმას ნოსტედე იფსუმ, ანუ შეიცანი თავის შენ ეს ვიცით საპატრიარქოს უნივერსიტეტიც არის ეს გამოყოლი ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან იწყება ზოგადად ადამიანის სული ცხონება. ანუ არ არსებობს ადამიანს საკუთარ თავში არ ხვდებოდეს. მithumetes აი ძნელად წარმოსადგენია უბრალოდ მართლა ყოველგვარი პატრიოტიზმის და ნაციონალისტობის გარეშე ვიტყვი ქართველი კაცი ვერ ხვდებოდეს თავის გულში რომ რა არის ცოდვა, რა არის მადლი, რა არის კარგი, რა არის ცუდი, ეს ყველა დაუშვები. რატომ ქართველი კაცი? იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკურად ვართ ქრისტიანები და ამსწორად ამიტომ ქრისტიანული სუდარ გამშველი მთელი ჩვენი ყოფიერი ტრადიციები იყო ყოველ შემთხვევაში. დღესაც არის, მაგრამ ზოგადად ვიძახი და არ არსებობს ჩვენ არ გვაფიქრებდეს, არ გვანიშნებდეს, რომ სად ვცდებით. ნებისმიერი ცოდვა არის ბარიერი ჩვენსა და ღმერთს შორის. არ უნდა მის თქმა რომ მე არ ვიცოდი რა არის ცოდვა, ასეთი რამე წარმოუდგენელია და შემდეგ როცა ასე ხდება უკვე ეშმაკის საქმის შეერევად, იმდესაც ახერხებს ადამიანი თქვას რომ հետո ცოდვა არ ჩამიდენია. და თუ ადამიანი ჩაიხედა საკუთარ გულში, უნდა შეაძრწონოს მისი ცოდვების გომარება. არსებობს ცოდვები დიდი და პატარა ნებსდაუნებელთ ხოვთქით, მაგრამ ცოდვა და თუ მაინც და უნდა დააფიქრდეს, როცა იქნება ადამიანი, იქნება ეს არ არის ცოდვა, იქნება ეს ცოდვა როგორ გავიგო. სწორედ ამიტომაც არის წმინდა წერილი, ამიტომაც არის ეკლესიის სწავლება, დაკუნურად გვეუბნება, ნახეთ წმინდა წერილი, ხა რა გავიგო ეს ცოდვა, როგორ დიფერენცირება. ცოდვა იგი არის უჯულოება. პირდაპირ გეუბნები, უჯულოება რას ნიშნავს? ცოდვა არის რჯულის არ ქონა, რჯულის არ აღსულება, რჯულით არ ცხოვრება. უკვე ცოდვა. სასყიდელი ცოდვისა, კიდევ თქვით სიკვდილი არის. ამიტომ ადამიანი რჯული უნდა იცოდეს, ქრისტიანი რო ხარ, ზოგადად ადამიანი რა თქმა უნდა რჯული უნდა იცოდე, აბა ის ქრისტიანი ხარ, ფორმალური ხარ იქნები, რა გევალება შენ ქრისტე მარტო არ არის, რომ სახელი გეორგს და თუნდაც პირჯვარი იწერო და ამბობდე რომ შენ ქრისტიანი ხარ. და რჯული აუცილებლად დაგიხმარა, რადგან რჯულისაგან არის გამოცნობა ცოდვისა. და როცა ჩვენ რჯულს გავეცობით, ვალდებული ცოდვით, მივხვდებით რა არის ცოდვა და რა და დამერწმუნეთ შეზაროს ადამიანის თავის სულიერი მდგომარეობა. და რატომ არის შემდეგ ეს ხდება რომ ეშმაკი ერევა საქმეში თქო ამბობდი რომ თუ ადამიანი არ ზრუნავს თავზე თავის შეცნობას არ ცდილობს არ იხედება არ განმარტოვდება ნახეთ ილია ჭავჭავაძე როგორ ეს საბავშვო ლიტერატურაში არის ჩვენ გვასწავლენ სკოლაშივე რომ ყოველდღისაც შენ თავს კითხება მე დღეს ვის რა ვარ ხომესია და ადამიანს უნდა დაკავებულოს საკუთარი თავის შეცნობით საკუთარი თავის ჩაღრმავებით თუნდაც ჩვენ გვასწავლენ ძილის წინ თქვიო ეს დაფიქრდიო მართლა და რამდენად დამიპირები, იმდენად გეძინება ისეთები ვარ ჩვენ, მაგრამ უნდა დაფიქრდი იმ დღეს მართლა. გურამდე ჩვენაშვილი სიტყვებია, ხო? ყველა მიცისო ძილის წინ რაღაც მომენტში საკუთარი თავი, ანუ ყველა ადამიანები ვარ ჩვენ და აი რა ფიქრობ რომ დაფიქრდეს აი თქოს რა გავაკეთე, მიხვდები ეს ცუდი გაგის, კარგი აქ უკვე ცოდის ვერ გაგება, რა ვიცოდეს თუ ცოდეს და მე არ არსებობს და მარტინოს თუნდაც ესეთი კლასიკური ნაწარმოებიდან გამომდინარე, იმიტომ მოვიყვანე მაგალითი, მაგრამ რომ დაფიქრდები რომ ცოდვა აუცილებლად უნდა იფიქრო მისგან განთავისუფლება უნდა იზრუნო თორე თუ ამას არ აკეთებ, მე ეს იმონებს ადამიანს ეშმაკი მის გამომდინარე ცოდვა რომ ის უკვე რა გარჩება რომ თავის ინდონეზია უკვე აპარტამენტში ეშვება
კარგავს გადარჩენის იმედს ყოველ სასოს წარიკვეთს შინაგან პროცესებში უკვე აღარ რჩება რომ უკვე რამხელა მისი შინაგანი დეგრადების უკვე სასოს წარკვეთილების შედეგია რასაც ჩვენსავთ აი ცოდვა არ არის დღეს როგორც არის კეთილზე ამბობენ მავანი რომ ბოროძე ამბობენ რომ სიკეთეა ბნელზე ამბობენ რომ ეს არის ნათელი უზნეობაზე ვსანებენ რომ ეს არის ზნეობა განაარიციან ეს არის მათ უკიდურეს სასოს წარკვეთილებისგან გამომდინარე დასაუბრები და ამიტომ ღერთმა უშუალოს ყველას რომ ჩაიხელონ საკუთარ საოცრს და არასოდეს არნაირი ცოდვის გამო ადამიანს უფლება არ აქვს გამართლება რომ ის მიეცეს სასოს წარკვეთილებას რადგან არ არსებობს ცოდვა არ არსებობს მისი სახეობა სიმრავლე რაც გარდამეტეს ღვთის გასწმოყვარებას ღმერთი ყველა ცოდვას უტევს ადამიანს ყველა სახეობას იდიდეს გარდა ეს ცოდვებისა ეს არის მოუნანიებელი ცოდვა დიახ მამა ირაკლი ბოროტ ძალას ახასიათებს ასეთი რამ, რომ ცოდვას ადამიანს წარმოუჩენს ძალიან მიმზიდველად. რაც შეფუთულად წარმოუჩენს და თქვათ შემდგომ შეიძლება ადამიანმა განაგრძოს ცოდვით ტკბობა. შეიძლება იცოდეს რომ ცოდვას ჩადის, მაგრამ იმდენად ტკბილი იყოს მისთვის ამ ცოდვასთან ვერ განეშოროს ამ ცოდვას. აი ცოდვის შედეგებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ ბრძანეთ რომ ნაყოფი ცოდვისა არის სიკვდილი. ამ ქვეყანაზე რა არის შედეგი ცოდვის და ნუ იმ ქვეყანაზეც თუ კი მოუნანიებლად წავა ადამიანი ამ წუთის სოფლიდან. დიახ, ამაზე ძალიან მარტივია ახლა რომ ყველამ გადახედოს თავის ცხოვრებას და ძალიან მარტივია ისე ბიბლიას უნდა დავეყოთ, იმიტომ ადამიანი და შემთხვევა ზოგს ღაპარივით ესმის ხომ. ხშირად უნდა წაიკითხო რა ეს მდგომარეობა რაც სამეთხეში მოხდა ის ეპიზოდი ჩვენ ყოველდღიურობაში არაერთხელ ცხადდება, რასაც თქვენ ბრძანებთ რომ ცოდვას რომ თავიდან აქვს ესეთი მიმზიდველობა, შემდეგ ტკბობა სწორედ და ეშმაკისგან, იმიტომ რომ ეშმაკმა პირველი ცოდვა სწორედ ასე განახორციელა ადამიანების ხელით, ადამიანება როგორ და აცთუნა ჯერ როგორ დააინტერესა ის ნაყოფი აკრძალული მას მათ მომხიბვლელად წარმოჩი. ყველა დეტალურად სიტყვას წერია ბიბლიაში და უმარტივესიანით ყველა გაიგებს რომ როგორ ჯერ დაითანხმა ცოდვაზე როგორ და შემდეგ რა თქმა უნდა ეს არის ურჩობა და რაც მოიტანა შედეგი მოიცით. ყველაზე მეტი რო არაფერი თქვა ეს არის სიკვდილი, ხო ამის მერე შემოვიდა სიკვდილი ცოდვა. და დღესაც არაფერი არ შეცვლა ეშმაკ ისევ ის არის არიცულება არც მისი მიდგომები და ნებისმიერ ცოდვა ჩვენ გონებაში ხდება წამებში ეს პროცესები გამიტარდეს რომ წარმოგვიჩნდეს ძალიან მარტივად, ძალიან ლამაზად, ძალიან ტკბილად და ძალიან ბევრი ადამიანი ამას წამოეგება ხოლმე სწორედ. და შემდეგ მალევე ცოდვას ჩაიდეს ეს ყველას შეგვინიშნავს ქრისტიანები, აი გავიხსენოთ რა შეგვინიშნავს რომ ცოდვას ჩაიდნენ თუ არა მაშინვე მერე გეხილება თვალი. თითქოს აი მონოსხული იყავი და მერე მაშინვე ხედა ადამიანი ცოდვის დამღუპელობას და სიცუდეს. და რა მოაქვს ამ ცხოვრებაში ბევრს არ წამს სამწუხაროდ სიკვდილის შემდეგი არსებობისა, თუმცა აღდგომას ჩვენ იმდენს გვიხარია რომ აღდგომით გარდა ბევრი ამებისა ჩვენ გავგეთ რომ სიკვდილით ამთავრდება ადამიანის არსებობა, ხო? როგორც ქრისტე აღდგა, ადამიანი ბუნებით მოსული ღმერთი, ასე ყველა ადამიანი აღდგება, ხო? ხო და როცა ადამიანს არ ჯერა მომავალი ცხოვრებისა ცოტა კაი ძნელი ხა ვეღარ უნდა დავამტკიცოთ, შეგვიძლია, მაგრამ არ უნდა და არ დაიჯერებს, ყველა შეუძლია გადახედოს თუნდაც თავის მდგომარეობას, რომ ცოდვას ამ ქვეყანაზევე არ მოაქვს მისთვის დადებითი შედეგები. ცოდვა და ცოდვას დამონებული ადამიანი მალე ავადდება, მალე მოხუცდება, უმწარდება ცხოვრება, რადგან ცოდვას არაფერი დადებითი არ მოაქვს. აი მაგალითად ნებისმიერ გავრცელებული ძალიან მძიმე ცოდვა, თამბაქოს წევა, ელექტრონული ავიღოთ თუ არ ელექტრონული ხარ, რადგან სასტური შემოიტანა ეშმაკა ნახეთ, პირდაპირ წერია კოლოფზე ხომ კლავს, ადამიანი თავისი ხელით ამას აკეთებს, სიცოცხლეს ისწრაფებს და უცბად მოიფიქრა შემდეგ ესეთი ხშირია ხოლმე საუბრის ამის უკან ჩანს ერთი ავტორი როა ხოლმე უცხო ადამიანი ერთმანეთისგან გვარით განსხვავებული სქესით, ასაკით ესეთი ტერმინებია ხოლმე რომ ეგრე პაპა ჩემი ეწეოდა მაგრამ 80 წელი იცოცხლა. კი 85 უნდა იცოცხლა. ხო? ინიცის ასევე ცოდვა ჩადია მაგალითად აი ლოთობა, ნარკომანი და სიცოცხლეს უსწრაფეს, ძალიან იტანჯებიან ამ ცხოვრებაშივე და ზოგი თავიდან მალოს არა საკუთარ თავზე ხო იციან. ასევე ბიწიერი მუში ცხოვრ ადამიანს როგორ აუბედურებს, როცა დღევანდელ ახალგაზრდებში ძალიან საყრესავალო მდგომარეობა, რომ ზნეობრივ ცხოვრებად ადამიანს უფრო მეტად ახანგრძეს ცოცხლეს, ამშვენებს, ალამაზებს, აბედნიერებს შემდეგ, მაგრამ ესე ცხოვრება პირუკულ მას რა თქმა უნდა აქვე ზიანს აყენებს. ასევე ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძალიან საგანგაშოდ სწორედ წინაწელი სიტყვები, რომ რომელი ვისგან ძლევლას მისცას და დამონებულას. ძალიან ბევრი ადამიანი არის რომ ის რო ცუდია, აი ნადგურდება, მაგრამ იმდენად დამონებულია ცოდვისა, ვეღარ თავისუფლდება, აი თავისი ძალებით გულისხმობ. ებრძოლება თითქოს ზოგ რამდენჯერ უთქვა აღარ ვიზარგ, მაგრამ მარცხდება. რადგან ღმერთის გარეთ ჩვენ არავითარი რამის ძლევა შეგვიძლია საკუთარი ძალებით. თუ ადამიანი შეეძლება საკუთარი ძალებით ცოდვას იძლევა, თუნდაც ეს უმცირეს იყოს, მაშინ რა საჭირო იქნებოდა ან ეკლესია, ან აღსარება, ან ზიარება, ან საერთოდ ღმერთთან ყოფობა, ხომ ასე რომ
რადგან ძიმე ცოდვაში იყოს ადამიანი, უნდა მოვიდეს ღმერთთან და მას თხოვოს დახმარება მას საოცრად დაეხმარება. და კიდევ ერთ საკითხს ვიტყვი თქვენის ნებართით, აი შეიმჩნევა რომ თუნდაც ქრისტიანებში აი მრევლის მდგომარეობაში შეიძლება ჩვენც მოგვსულია რომ ხანდახან ისე ხდება რომ აი ჩვენ დაუნებურად აი ბუნებრივად ჩავდივართ გარკვეულ ცოდვებს. აი პატარა წვიმაზეც კი ადამიანი უცბად ცოდვის მიერად იქცევა და რასთან გვაქვს ეს საქმე ძალიან ხშირია ხოლმე. არა და წარმოიდგინეთ ჩვენ მართლა ქრისტიანებად ერთგვარად ჩვენს ეს ლაკმუსის ქაღალდი უნდა იყოს და კატალიზატორი რომ როცა ინათლება ქრისტიანა ჩვენ პატარა მოვნათლეთ ეხა იმედი არ გვახსოვს მაგრამ ნახეთ რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათლობთ ქრისტე შევიმოსეთ ხო ადამიანი ქრისტეს უერთდება ქრისტე შემოსილი ხდება და ჩვენთვის ბუნებრივი რა უნდა იყოს როცა ერთთან ქრისტე ეს არის ღმერთი ხომ ჩვენს ბუნებრივი უნდა იყოს რაც მეტად ჩვენში ქრისტეა და ნათლობის რომელიც შეგვიერთდა და თუ ნათლობის მიერ ხა მადლი რაღაც დავკარგეთ გავიზადეთ ცოდები ვეზიარეთ ბოლო-ბოლო ხო მე ჩვენ შემოვიდა ჩვენში ბუნებრივად უნდა იყოს ჩვენგან ჩვენი ქმედება ჩვენი საუბარი ჩვენი ფიქრები ჩვენი გულის თქმები ჩვენი საქციელები უნდა იყოს მიმსგავსებული და თანახვედრობაში ღმერთი იესო ქრისტეს ქცევებთან ზოგადად ამიტომ მოვიდა იესო ქრისტე ადამიანად უნდა ჩვენ ხო ღმერთი როგორ ისე ხო არ გვეცოდინებოდა ღმერთი როგორ მეტყული ჩვენ ხო ვერ გავიგებდით ანუ თუ ჩვენში მართლაც ქრისტეა და რა დოზითაც ქრისტეა ყველაზე საცნაურია როგორ მეტყოლებთ ჩვენ როგორ მეტყოლეთ როგორც იესო ქრისტე მეტყოდა სიტყვით სიყვარულით დაყვავებით ვართ კი ისეთი მშვიდები ისეთი დაბალნი როგორც იესო ქრისტეა ისეთი მიმტევებენი ისე მოსიყვარულები ალბათ ვერ და უფრო პირუკუ ნახეთ ქრისტიანებს შეიმჩნევა ხო თავის ახსნებიც კი აქვს ახლა ძალიან ხილებად არ გამოგვიდეს არავის არ ენიშნოს რომ თითქოს გამოსავალი არ არის მაგრამ არის მდგომარეობა რომ ჩვენ პატარა რამეზეც კი წვიმაზე დენთის კასტრები ვთქვათ მრისხანებთ სიძულვის ვაფქვევთ განვიკითხავთ ვიტყუებით დიახ და ეს ვისი თვისებებია განა ეს ქრისტესია ნუ არაბსთანაც რა თქმა უნდა ნუ იყოფინ ეს ვისი ბოროტის სულის თვისება მისი თვისება სიცრუე სიძულვილი მრისხანება შფოთი ამპარტავნება რაც ქრისტიანის დასვენებულ და მას ისე იქცევა ბუნებრივად თითქოს დავკვირდებით ჩვენ თავს და ეს ძალიან საგანგებო მდგომარეობა რომ ბოლო-ბოლო უნდა ადამიანს თავის თვალი გაუსწოროს თავის მდგომარეობას რომ ბოლო ვინ ცხოვრობს ჩვენში ქრისტე თუ დემონი აი ხა არავის არ მოსწონს და ხმავა ნათქვამია დემონი მაგრამ მას როგორ გაგვევს შენ ისე იქცევი ბუნებრივად დაძაბული ზედმეტი დაძაბვის გარეშე რომ როგორც ის მოიქცევდა როგორც მისი სულის გავლენა მისი სული ნათესაობა და მისი სულიერი ზემოქმედების ქვეშ ყოფი ადამიანი მოიქცეოდა ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი დაკვირვება მართლა ჩვენ სულზე რო გონია რომ უკვე ძალიან ბევრმა ეკლესიური ცხოვრება დიდება უფას კარგია ააწყო ერთგვარად რეგულაციაშიც მოიყვანა სისტემატიზაციაშიც შეძლო რომ მოექცე მისი ცხოვრება რომ ეგ ლოცულობს მარხულობს ახსარებას ბრძანებს ეზიარება მაგრამ თუ დააკვირდება შენი ქცევები ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ქრისტიანი ქცევებისგან. და ჩვენ უნდა გქონდეს გამოსწორების სურვილი, ხომ, რა თქმა უნდა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თქვათ განიკითხავენ იგივე ეკლესიურ ადამიანებს, რომ აი რატომ სწოდავს ადამიანი ყველა ცოდვილია, ხო, სასულიერო პირსაც განიკითხავენ, რომ აი რატომ სწოდავს და სასულიერო პირიც ხომ ადამიანია, ანუ ის რომ ადამიანი ეკლესიაში დადის, აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ის უცოდველია და რაღაც უკვე განუღბრთობილი და გაბრწყინებული. ანუ ეს ნიშნავს გამოსწორების სურვილს, ხომ, რომ ადამიანს უნდა ბრძოლა, სურვილი აქვს გამოსწორების. დიახ, რა თქმა უნდა, ეს შეინიშნება ხშირია ხოლმე ძალიან, რომ ეს სწორედ იმაზე მეტყვი ასეთი ადამიანები აკეთებენ ამას, რომელსაც არ იცნობენ ეკლესიურ ცხოვრებას და მათთვის ეკლესიური ცხოვრება თუნდაც სასტოპირობა უცოდველობას უტოლდება, რა თქმა უნდა, არ არის არავინ უცოდველი, ვერც იქნება, რადგან შენ კარგი ეკლესიური იყო, თუნდაც კარგი მღვდელი იყო, ასეთები ყავს ჩვენს წმინდა ეკლესიას, არაერთი, ეს თანხმობს ჩვენ უცოდველი იქნები, გამოროს მათ ეს არიციან და არასწორად მსჯელობენ და რაც ყველაზე მთავარია, აი სწორედ არ ცოდნა უდიდესი ცოდვა, განა არ ცოდვა, რომ ეშმაკამიც სარგებლობს და მე შინაგან ქვეტექსტს რა მოყვება, იცი ამაც რომ აი ეს რო ესე ცოდვას ეკლესია ნახე ეზიარება, ლოცვას კითხულობას ეშვა, მე მაშინ ყველაფერს უფლება გამაჩნია, მე რაღა მაბრკოლებს და ასე რომ ძალიან თავს დაიზარბეს. სხვისი ცოდველობა, შენს ცოდველობას არაფერს არ შემატებს და არც უნდა აკლევდეს. და ცოდვა არის ერთგვარად სულიერი სნეულება, ადამიანს რო შევადოთ. ხوارცებს ხორცილი უამრავი სნეულობა. მაგალითად თუ ვიღაცას ღვიძლი აწუხებს ჯვარი წერია ხო და ვიღაცას სხვას გული, მისი გულის მდგომარეობა თქვა სტენტი აქვს თუ შულტი, ჩემ ღვიძლის მდგომარეობას ეს არაფერში არც დააზარალებს, არც გამოაჯამთებს, არც დაამძიმებს, ხო? ყველა ჩვენი სამკურნალო სნეულება გაგვაჩნია და სხვაზე ხელის გაშვერა რომ თქვა აი ეს გულით ავატყოფია, ნახეთ, იმას სუნთქვის უკმარისობა აქვს და მაშინ მე ღვიძლს კი არ მოდი თირკველებსაც დავიავადებ
ცოტა უგუნურობის ნიშანია, ცოტა ძალიან კარგი უგუნურობის ნიშანია და უმეცრების არა მარტო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ,
მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დავუბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად აღდგომა და გიორგობა ქართულ კინოში. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. ქეთევან მოგესალმებით, მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევით. პირიქით დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ და ვისაუბროთ ჩვენს მაყურებელს აღდგომა და გიორგობა ქართულ კინოში. და ამ კითხვითვე დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. როგორია ქართულ კინოში აღდგომა, გიორგობა და ზოგადად ქრისტიანული დღესასწაულები? საინტერესოა ნამდვილად. კი ბატონო, ჩვენ ამ ხრივაც გამონაკლის წარმოვადგენთ მართალი გითხრათ, ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ მდგომარეობისა და რეალობისა, რომელშიც ქართული კულტურა ცხოვრობდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო ბევრი ადამიანის და მაყურებლის მეხსიერებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ახსოვთ კიდევაც და ალბათ ის მოცემულობაც ახსოვთ, რომელშიც ცხოვრობდით, მიუხედავად ამისა, ქართული კინო ინარჩუნებდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს ფასეულს, დაკავშირებულს ეროვნულთან, სულიერთან და ამის ყველაფრის გამოხატვა ეკრანზე, რასაკვირველია გარდა იმისა, რომ დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან, ქმნიდა ერთგვარ აი იმ უხილავ ძაბს და დიალოგს მაყურებელთან, რომელიც მას სულიერებასთან აკავშირებს. იცით რა, იმდენად ფასეულია და იმდენად მნიშვნელოვანია ყოველივე ეს დღევანდელი გადასახედიდან, რომ მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა თაობისთვის ეს იყო თანაბარწილად მნიშვნელოვანი. აი ეს კიდევ ერთი გამონაკლისია, რაც ქართულ ეროვნულ კინოს ახასიათებს. ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისეთი შედევრი ქართული კინემატოგრაფისა, როგორც გახლავთ გიორგი შენგელაიას ფიროსმანი, ფორმისეულად, შინაარსობრივად, თემატურად ყოველმხრივ გამონაკლისია ზოგადად სოფლიო კინოს ისტორიაში. მისი ეს რთული გზა, მის მიერ განვლილი და ეს სტილური გასაოცარი შეკრული მთლიანობა, რომელიც ამ ფილმს ახასიათებს, კიდევ გარდა ამისა, აი იმ სულიერებასთან არის კავშირში, რომელიც რელიგიურ დღესასწაულებთან, გიორგობასთან, აღდგომასთან ასოცირდება და ბუნებრივია ეს ყველაფერი ფიროსმანის უკვდავი ნამუშევრების ილუსტრირებით ცოცხლდება, ოღონდ ცოცხლდება, საქმეც ამაშია, ამას ყველაფერს ის დინამიკა და ის უხილავი ძაფი აკავშირებს მაყურებლის სულთან და გონებასთან, რომელიც დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ღრმაა. დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებელია, ვიდრე მაშინ იყო. თან იცით რაშია საქმე? ყველაფერ ამას ადეკვატურად, ძალიან ღრმად სათანადო მეტაფორით აღიქვამდა მაყურებელი. მას არ სჭირდებოდა ამისთვის რაღაცა საოცრად უხეში და დამთრგუნავი გზის გავლა. საქმეც ამაშია. ესთეტიკა, რომელიც ამ ეპოქას ახლდა და რომელიც 60-70-იანი წლების ქართულ კინოს ახლდა და რომელიც ზოგადად გიორგი შენგელაიას შემოქმედებისთვის დიახ, დამახასიათებელია, რა თქმა უნდა, არა ყველა ნამუშევარში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს ყველაფერი რელიგიურ დღესასწაულებს არა უბრალოდ ხილულს, არამედ ღრმას ხდიდა. გესმით, ამ საიდუმლოსთან მიახლოება ძალზე უადვილდებოდა.
მაყურებელს, იმ მაყურებელსაც, რომელსაც ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა, ან შესაძლებელია ნაკლებად შემდგარი გახდათ სულიერების გზაზე, მისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ უძლებდა ცენზურას ასეთი ფილმები? საქმეც იმაშია, რომ ამ ადამიანებს წნეხი იყო, თქვა საეკლესიო თემატიკას ასახებოდა ყველაფერს. რა თქმა უნდა, მაგრამ იცით ამ თაობას ცენზურასთან ურთიერთობის თავისი წესი ჰქონდა და თავისი სალაპარაკო ენა ეს ერთი, სამეთყველო ენა, ასე ვთქვათ. მეორე, მართალი გითხრათ და ამაში უცნაური არაფერი არ არის, ცენზურასაც რა თქმა უნდა თავისი რაღაცა ეს ერთგვარი რემისიის პერიოდები აქვს ეს ერთი, მეორე ის ადამიანები, ვინც ამ იდეოლოგიასთან კავშირში რაღაცა ბარიერებს აწესებდა, მათ შორისაც იყვნენ პროფესიონალები და ძალზე განათლებული ადამიანები, ან არაპროფესიონალები, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ. რა საკვირველია თვალს ხუჭავდნენ, რაღაც სხვა გზას ეძიებდნენ, ამას ყველაფერს სხვა რამ ერქვა და ასე შემდეგ. იცით რა შეა საქმე? რაღაცა სიმძიმე, რომელიც ნატურალიზმს მოაქვს ხშირ შემთხვევაში, ხო და რომელიც ხელოვნებასთან არავითარ კავშირში არ არის. ხშირ შემთხვევაში, ну თანამედროვე სამყარო ასეთია, დამძიმებულია. ეს ყველაფერი ასეთი ხელოვნებით და ასეთი ღრმა სულიერებით იმ პერიოდისთვის აბსოლუტურად დაშორებული გახლდათ ყოველგვარ უხამსობას. საქმეც იმაშია, რომ აი ამგვარი ხელოვნება არა უბრალოდ რელიგიურ დღესასწაულებთან კავშირში, არამედ სულიერებასთან კავშირში ხედავდა თავის მთავარ მისიას. გესმით? უნდა იყოს ალბათ, ხო, მთავარი მიზანი. კინემატოგრაფიის, თეატრის და ზოგადად ხელოვნების. თავისთავად სულიერებასთან დაგვაახლოს და არა დაგვაშოროს. მას ბედნიერება უნდა მოქონდეს, მაგრამ ფიქრიც უნდა მოქონდეს, ხო, განსჯის საშუალებაც უნდა მოქონდეს. ის მთავარი უნდა მოქონდეს, რისთვისაც ის იბადება და წარმოუდგენელია, რომ სულის გარეშე ხელოვნება იბადებოდეს. ჩვენ ახლა ძალზე შორს წავედით, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული კინოსთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც აი სხვა თაობის რეჟისორი ვახსენოთ, გოდერძი ჩოხელი, ძალიან საყვარელი მწერალი ჩვენი მაყურებლისთვის, რეჟისორი, რომელმაც ბევრი რამ ვერ მოასწრო, მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამ არ გააკეთა, ვერ გააკეთა ისე, როგორც მას სურდა, ახალგაზრდა წავიდა, დიახ და სრულიად ახალგაზრდას მის საკურსო ფილმში თუ სადიპლომო ნამუშევარია, ბაკურხეվել ხევსურში. იქ სადაც შესაძლებელია ბევრი რამ ისეთი აღმოვაჩინოთ მე და თქვენ, რაც ნუ ახალგაზრდა რეჟისორისთვის მისაღებია და იმ პერიოდის რეჟისურისთვის ზოგადად უცხოა ამასთანავე. ხო, ამასთან ერთად ერთი ძალიან საინტერესო რამ წმინდა გიორგის სადიდებელი სალაყობო, ასე ვთქვათ, მგზავრული სიმღერა ისმის. ძალიან საინტერესო, რომელიც ბედისწერის ფენომენთან და ერთგვარ ამ მთის ცხოვრების ფენომენთან ასოცირდება და ამავე დროს მთელი ამ ფილმის რეფრენია, მართალი გითხრათ, აი ის მოტივია, რომელიც ამ პერიოდის და ამ თაობის რეჟისორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნებისმიერი დღესასწაული მათთვის და აღდგომასთან, გიორგობასთან, ნებისმიერ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებული, აი ნებისმიერი პატარა ერთი ეპიზოდიც კი ხდება ხოლმე ქვაკუთხედი ამ რეჟისორების ფილმში. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ გამოიყურება რელიგია და ზოგადად რელიგიური თემა და მოტივი მათთან. აღდგომის თემაც შემოდის გოდერძი ჩოხელთან, ლუკას ახარება ხო? ყველაფერი, დიახ, ერთ-ერთი ყველაზე კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია მის შემოქმედებაში, იმიტომ რომ აქ მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, აქ ძალიან საინტერესო რამ მოხდა და ვინაიდან თვითონ ყვებოდა ამას ინტერვიუში, ამიტომ გავბედავ და მეც ვიტყვი ამ ფილმზე მუშაობისას მისმა შვილმა, რომელიც დიდი ხანი არ ლაპარაკობდა, ამოიდგა ენა. დიახ, და ალაპარაკდა, იცით, ეს საოცრებაც მოხდა. მართალი გითხრათ, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი აი იმ გარდატეხას და მეტამორფოზას, რომელიც ადამიანში ხდება, როდესაც ის მთავარ ფასეულობასთან და მთავარ ღირებულებასთან პირისპირ დგება, კინო ამის ძალიან ნათელი მაგალითია. მოდით ახლა მე ერთ თემაზე გადავალ და ვახსენებ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან კარგად ნაცნობ ფილმს ამბავი ივანე კოტორაშვილისა. დიახ, აი ალეგორიაზე საუბრობთ. ალეგორიაზე საუბრობთ. ამ ხელს მიმართავდნენ რეჟისორები. მართალი გითხრათ, დიახ, სწორედ ამაშია საქმე, ნუ ქართული კინოსთვის ჩვეული იუმორით, თვითირონიით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მართალი გითხრათ ქართული კინოსთვის, ხო? მე ამ გმირს ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი მორიდებული პოზიციიდან ქართული კინოსთვის და მაყურებლისთვის წმინდა გიორგის ბრძოლასთან
ასოცირებულ მოტივთან გავაიგივებდი. ასე იყო ეს ზოგადად, იმიტომ რომ სიკეთესთან, ბუნებრიობასთან, სილაღესთან ასოცირდება ეს ყველაფერი და იმ ურყევობასთან და იმ რწმენასთან, რომელიც მუდმივად ბოროტთან ბრძოლას უხდება, ასე ვთქვათ, და იმ გმირებთან, რომლებიც აი საკუთარ თავში ამ ურყევ რწმენას და წმინდა გიორგისეულ აი ამ განცდას ატარებენ. იცით და ივანე კოტორაშვილის ამბავი და აი ეს იგავია ეს ფილმი, რა თქმა უნდა, თავისი დამოკიდებულებით, თავისი აი ამ რაღაცა სრულიად გაუტეხელი ერთგვარი სიმშვიდით და ურყევი რწმენით იმისა, რომ კეთილსაქმეს ემსახურება აი ამ ზვარაკის ფენომენით, რომელიც მარადიულია და რომელიც ასევე მუდმივია თავისი სიწმინდით. აი ამ თავისი დამოკიდებულებით და მტრის ფენომენისადმი, ხო, აი ამ შეურიგებლობით, გასაოცარით და გულუბრყვილოთიო ამბობენ ხოლმე, მაგრამ ამ გულუბრყვილობაშია სწორედ ის სისპეტაკე, რომელიც ამ პერსონაჟს მოსდევს, აი ეს ალეგორია მუდმივად ბადებს ასეთ განცდას, იცით, მაყურებელში. აქ შეიძლება პირდაპირ არ არის ნახსენები, გესმით, ეს დღესასწაულები და რელიგიური თემა შეიძლება აღდგომაც არ ვახსენოთ ამ ფილმთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მაგრამ მუდმივად იწვევს ამ განცდას. სწორედ ამიტომ ჩვენ თუ გადავინაცვლებთ და ვიტყვით, რომ სხვადასხვა თაობაში ეს თემა, დამოკიდებულება, ამის ასახვის სურვილი, ფილმში ეკრანზე გადმოტანის სურვილი მუდმივად არსებობდა, არ ვიტყვით რაღაც ახალს, ჩვენ ვიცით, რომ ქართული კინოს პატრიარქი რეზო ხეიძეც პატრიარქს გულისხმობ ღვაწლმოსილ ადამიანს, რომელიც მაცხოვრის საფლავზე დანთებულ სანთელს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. მუდმივად ცდილობდა, რომ რაღაც სხვაგვარად და სხვა მასშტაბით შეეხედა ამ თემისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მარადიულად ქართულ კინოში სრულიად უნიკალურია და ყოველთვის საინტერესოა ის თემა, რომელიც რელიგიურ დღესასწაულებს ეძღვნება, იმიტომ რომ მასში საკუთარი თავის პოვნის იდეა ძევს. თუ სრულიად უახლესი პერიოდის ახალგაზრდულ ქართულ კინოს დაუბრუნდებით, მე გეტყვით, რომ ახალგაზრდებს რასაკვირველია ეს თემა აინტერესებთ, უბრალოდ ამისთვის ძალიან კარგად არის საჭირო წარსულის შესწავლა. რატომ? იმიტომ რომ არასოდეს არც ერთი რელიგიური დღესასწაულის მოტივი, აი ვერისუბნის მელოდიებში, ხო, ჩვენ ვიცით შობა როგორ ჩნდება და სრულიად ხელუხლებელი გახლდათ ის სხვათა შორის ცენზურის მხრიდან ამ შემთხვევაში გულისხმობს სწორედ ამ ეპიზოდს, რომელიც ძალიან ბევრ ამას აცოცხლებდა მაყურებელში, ხო, მართალია არა? აი მაშინ ეს გიორგი შენგელაია. დიახ, რასაკვირველია და მასში სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ გემოვნებით შეკრული აი ეს მოტივი, აი მაშინაც კი საკუთარი საწყისისადმი სიარულის ამ ფენომენს შობდა მაყურებელში, მაგრამ აი ამ წარსულის შესწავლა საჭიროა იმისთვის, რომ ესთეტიკის აი ამ კატეგორიებს მივაგნოთ და გავიაზროთ, რისთვის კეთდებოდა ეს. ეს არ არის შემთხვევითი უბრალოდ მოტანილი მოტივები, რომელსაც სიუჟეტები შობს, არა. ეს გააზრებული აი ამ რეჟისორებში, ამ ადამიანებში ძალიან კარგად გატარებული თემაა, რომელთაც საკუთარი რწმენა, უფლისადმი დამოკიდებულება იმგვარად გამოხატეს, რომ ეს ყველაფერი საკუთარ მეს და საწყის და ღირსებას არ და საქმეც ამაშია, რომ საკუთარ თავში აი ამის აღმოჩენის და ეკრანზე გადმოტანის კულტურა ყოველთვის არსებობდა და ქართული კინოსთვის ეს იყო ტრადიციული. ეს არ გახლავთ შემთხვევითი დღეს, მოდით ესე ვთქვათ თუ შეიძლება. ეს არ გახლავთ შემთხვევითი დღეს და არ გახლავთ მემკვიდრეობა, რომელშიც შესაძლებელია რაიმე დაიკარგოს. სწორედ ამით ცოცხლობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქართული კინემატოგრაფისთვის და ნებისმიერი ეროვნული კინოსთვის, იმიტომ რომ მოდით კუროსავას სიტყვებით ვიტყვი თუ შეიძლება, ნებისმიერი კინო, რომელიც კარგავს საკუთარ საწყისს, ის კარგავს შესაძლებლობას არა მხოლოდ განვითარდეს, არამედ დაინახოს. საქმეც ამაშია. ესე იგი ახალი თემა მომიდა, რომ წამოვჭრათ, როდის კარგავს კინო საწყისს, მაგრამ მე მგონი ამის საშუალება სიამოვნებით ამაზეც ვილაპარაკოთ, როდესაც ამის დრო დადგება. უღრმესი მადლობა თემა ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა და თქვენი საინტერესო საუბრის დაგემშვიდობებით. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიზია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით და გველოდოთ.
ყოველ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება წარმოგიდგენთ გადაცემას გვპასუხობს მოძღვარი. დაგვირეკეთ ნომერზე 2-30-15-15 ან მოგწერეთ პირდაპირ ეთერში ტელევიზიის Facebook გვერდზე და დასვით თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები. ვაგრძელებთ გადაცემას, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. თემაზე სასაუბრო შემოგვერთდნენ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი ქალბატონი თამარ ლიჩელი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ფესტივალის მონაწილე გიორგი შავერცაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი თამარ, გიორგი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ ვიცით, რომ ფესტივალი ტარდება მეორედ და 2024 წელს დაფუძნდა, უკვე შეიყვარა მუსიკის მოყვარულმა საზოგადოებამ, კულტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მთავარი მხარდამჭერი შეიძლება ითქვას. 15 მაისს ჩატარდება პირველი კონცერტი და აი უფრო ვრცლად ქალბატონ თამარ თქვენ რომ მოგვიყვეთ, როგორც დამფუძნებელმა აი ამ კონცერტების სერიის შესახებ, სად ჩატარდება და მიზანზე ჩვენ ვუთხარით მაყურებელს, მაგრამ თქვენგანაც კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვისმენთ. დიახ, მოგესალმებით დილამშვიდობის. თქვენ მოკლედ უკვე თქვით, რაც არის იდეა კონცერტების სერიისა და ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი და ოცნება იყო, რომ აი განმეხორციელებინა მსგავსი რამ, რომელიც თავს მოუყრიდა საქართველოში მცხოვრებ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს და წარადგენდა ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. მე ხშირად ვამბობ, რომ ძალიან დიდია იმ მუსიკოსთა წვლილი, ცხადია, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და საქართველოს სახელი გააქვს ძალიან ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ არანაკლებია იმ მუსიკოსთა ღვაწლი, ვინც საქართველოში მოღვაწეობს და საბედნიეროდ ძალიან ბევრია ასეთი მუსიკოსი და აი წელს საშუალება მოგვეცა შარშან ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა სხვათა შორის და ძალიან მახარებს ეს ამ საღამოებს
და წელს აი სწორედ სამინისტროს საქართველოს კულტურის სამინისტროს დამსახურებით და თბილისის მერის შესაძლებელი გახდა რომ მასშტაბი ბევრად უფრო გაგვეზარდა ამ პროექტის, რაც ძალიან მახარებს და ვისარგებლებ შემთხვევით ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს, რომლის თავმჯდომარე ბატონი გიორგი აი თავიდანვე დიახ ჩვენთან ერთად არის ცხადია, იმიტომ რომ კომპოზიტორთა კავშირის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება და მოკლედ რომ გითხრათ, პირველ რიგში დავპატიჟებ ჩვენს მაყურებელს 15 მაისს ამ სერიების კონცერტების სერიის გახსნაზე. ეს საღამო ჩატარდება თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში 7 საათზე, დასწრება თავისუფალია. შემდეგ უკვე 23 მაისს ჩავატარებთ კონცერტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც გახლავთ უშუალოდ ამ კონცერტის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი და შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ რეგიონებში, თელავში ჩავატარებთ კონცერტს, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის მიწვევით ჩავიტანთ ამ კონცერტებს, ბათუმში, ბორჯომში, ქუთაისში და კიდევ ერთი მიმართულება მინდა ვთქვა, რომელიც დაემატა ამ პროექტს წელს, ეს გახლავთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რაც მე მგონი ძალიან შეხვედრები გაიმართება, ხო? დიახ, რაც მე მგონი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩატარდება შეხვედრები სხვადასხვა თემაზე ლექციების სახით. ვთქვათ, ერთ-ერთი არის ალოიზ მიზანდარის მნიშვნელობა საფორტეპიანო, ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაში, კამერული მუსიკის მნიშვნელობა მუსიკოსის შემოქმედებაში და მსგავსი მუსიკოსისთვის საინტერესო თემები, ასევე მასტერკლასები, ახალგაზრდა მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენთან ერთად აი გასვლით კონცერტებში და ეს ყველაფერი მე მგონი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამის დასაწყისია. ასე ვფიქრობ. ბატონ გიორგისაც ვკითხოთ მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ ამ პროექტის და აი სიახლეზეც ისაუბრა ქალბატონმა თამარმა რომ ეს დაემატა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ეს მხარეც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთი მე კიდევ აღნიშნავ ქალბატონ თამარმა ძალიან დაწვრილებით და რა ვიცი გამომწურავად ილაპარაკა მის შესახებ. მე უბრალოდ დავამატებ იმას, რომ ჯერ ერთი კომპოზიტორი, ქართველი კომპოზიტორების სახელით მე მივესალმები ასეთ ამ ფესტივალს, რადგანაც ქართული მუსიკა ჟღერს აქ ეს ფესტივალი მთლიანად ქართულ მუსიკას ეძღვნება და ესეთი ფესტივალები ბევრი არ არის. არც ისე ბევრია და იშვიათობაა უფრო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარს ამ იდეისთვის, იმ წუთში როცა დამირეკა ქალბატონ თამარმა და მეთქე რა აბარა ჩვენ თქვენთან ავართ და რა ვიცი და რაც თქვენ გითხეთ ახალგაზრდა მუსიკოსებთან ურთიერთობა, რასაკვირველია უნიშნელოვანესია, რადგანაც საქართველო და ქართული მუსიკა, ქართულ მუსიკას ქართველი არ დაუკრავს, სხვაც ალბათ ისე შეხედავს ამას ცოტა ალბათერად და ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აი ესეთი დიდი კომპოზიტორების შემოქმედება და არა მარტო დიდი კომპოზიტორების ახალგაზრდების და ყველაზე ქართული მუსიკა იქნეს ეს გატანილი თბილისიდან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ რომ ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ ყველაფერი თბილისში იყრის თავს და ის რომ ბევრ ქალაქში, სხვადასხვა ქალაქში საქართველოს არის გადანაწილებული კონცერტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ გამოცოცხლდეს მთელი საქართველოს მუსიკალური ცხოვრება. დიახ და ერთს დავამატებ წელს, ნუ ზოგადად რა თქმა უნდა იდეა უკვე თქვენც გაჟღერეთ და მეც თქვი ასევე რომ საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების ერთგვარი გაერთიანება შეიქმნას, რომელიც წარადგენს ქართულ მუსიკას, მაგრამ წელს ყავს ასევე მონაწილე ჩვენი მეგობარი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი ისრაელიდან ასაფ კლაინმანი, რომელიც შეასრულებს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სოსო ბარდანაშვილის ნაწარმოებს და მე მგონი ეს არის გარკვეული მარცვალი დასაწყისი იმისა, რომ მომავალში უცხოელებით შეასრულებენ ქართულ მუსიკას, იმიტომ რომ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ახლა უფრო ქართულ მუსიკას ვასრულებდი ხშირად, მაგრამ აი ამ ძიების პროცესში ძალიან ბევრი და საინტერესო ნაწარმოები აღმოვაჩინე და აი ბატონი გიორგიც
ყოველთვის გვეხმარება თავისთავად აი რჩევებით, იმიტომ რომ ამოუწურავია პრინციპში ქართული რეპერტუარი და წელს პრემიერაც გვექნება სხვათა შორის და მე მგონი მსმენელისთვის საინტერესო იქნება. ვისი ხილვის და მოსმენის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას? აი ბუნებრივია შეიძლება ყველა ვერ ჩამოვთვალოთ, თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია ხომ იცოდნენ? ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მინდა ვინმე გამორჩეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემსრულებელია. მე დავუკრავ ცხადია ბატონი გიორგი რასაკვირველია დაუკრავს მის ნაწარმოებს. ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსები იქნებიან გიგი პიანომენი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ლიზა რამიშვილი, ვიკა ჩაპლინსკაია, ნათია ქავთარი, ძალიან ბევრი აგერ წარმოდგენილია აფიშა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, არაჩვეულებრივი შემსრულებლები და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, ჟანრულად მრავალფეროვანი, საქართველოს სიმფონიეტა აუცილებლად უნდა ვახსენო, სახელმწიფო კამერული ორკესტრი. სხვადასხვა ქალაქის მიხედვით ეს კონცერტები იქნება აუცილებლად მსგავსი თუ იქნება რამე განსხვავება და სიახლე სხვადასხვა ქალაქის მიხედვით? იცით რა, განსხვავებული პროგრამა ჩაგვაქვს ყველგან, თუმცა თელავში მაგალითად მიგვაქვს კონცერტი სიმფონიეტასთან ერთად, სადაც ქალბატონი ნინო ჯანჯღავას კონცერტის პრემიერა შედგება 23-ში ეს კონცერტი ტარდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეორე დღეს იგივე პროგრამა მიგვაქვს თელავში, მაგრამ შემდეგ უკვე სხვადასხვა კონცერტები, სხვადასხვა შემადგენლობით, თუმცა აი ბირთვი ამ კონცერტების სერიას უფრო საინტერესოს ალბათ ისიც ხდის, რომ მოიცავს როგორც საფორტეპიანო, ასე კამერულ და ასევე ვოკალურ მუსიკას. ნუ ისეთი მრავალფეროვანი არის ჟანრობრივად. კამერულია, მაგრამ მრავალფეროვანია ინსტრუმენტალის და ვოკალის და ნუ რასაკვირველია ორკესტრის მონაწილეობს ეს პირველად არის ამ შაშენ არ იყო და ვიცი ამ ხრივ ძალიან მე მგონი მსმენელთათვის ძალიან საინტერესო იქნება მსმენელისთვის ეს ყველაფერი რაც დაგეგმილია და რაც ეს ყველაფერი პირველი კონცერტი რომელიც ჩატარდება თბილისში ეს არის 15 მაისს და უფასოა დასწრება ხომ ესეც უთხრათ მაყურებელს თავისუფალია ყველა კონცერტზე ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია ეს ძალიან დიდი საჩუქარი არის მუსიკის მოყვარულებისთვის დიახ ესე იგი 15-ში გვექნება გახსნა როგორც უკვე ვახსენე და ესე კონცერტების სერია დაიხურება დეკემბრის დასაწყისში სადაც მე და დავით ალადაშვილი წარვადგენთ ქართულ მუსიკას 4 ხელში არა საინტერესოა და თქვენ სხვა კონცერტებშიც მიიღებთ რა თქმა უნდა მონაწილეობას ხო? დიახ. ძალიან დიდი მადლობა. გეგი რაღაცის დამატება გინდოდა მე მგონი და მე კითხა რომ ეს მეორედ იმართება უკვე და წინა წლის მაგალითი რომ განვიხილოთ და შევახსენოთ მაყურებელს როგორ ჩატარდა და კიდევ უფრო მეტ სიახლეს რომ წელსაც პირდებით კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და განმშვიდობებით შემდეგ. დიახ, აი ბატონი გიორგი დამეთანხმება შარშან როგორი გამოხმაურება პოვა რა. ძალიან დიდი ინტი ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო. აი ასეთი ინტერესი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა და წელს მით უმეტეს უკვე ამ ყველაფერზე ვილაპარაკეთ, რომ მასშტაბი იმდენად გაიზარდა ჩვენი მხარდამჭერების წყალობით, რომ იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტი მსმენელი იქნება ჩართული. უღრმესი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და შევახსენოთ, რომ კონცერტებზე დასწრება არის უფასო მაყურებელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი თამარ ლიჩელი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ფესტივალის მონაწილე გიორგი შავერზაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვეριძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.